მინდა ნაწყვეტი წაგიკითხოთ ჩემი წიგნიდან ოშვებ ჯანომ, ანუ რეპორტაჟი სტამბულიდან. მოქმედება მიმდინარეობს გემზე, გადავდივარ ერთი ნაპირიდან მეორეზე სტამბულში. ის იყო ტელეფონი ჯიბეში ჩავიდე, რომ გვერდით მჯდომი გოგო მაშინვე გავამელაპარაკა. მეც ქართველი ვარ. გოგოს აშკარად სიხარულისგან უწყინავ თვალები. უი, ძალიან სასიამოვნოა, გაუღიმე? სადავარ ბრძანდები? რანჩქუთელი ვარ, შენ? რაკი გაცილებით ჩემზე პატარა იყო, შენობით მივმართე. მე ონიდან ვარ, მაკამ ქვია. ისე თბილისში ცხოვრობ. დიდი ხანია აქ ხარ? შევეკითხე მე. 2 წელი. რას საქმიანი ხარ? ხან რას? თქვენ? აშკარად თავი არადა პასუხს გოგო. ერთ ყლოროძიან მოხუცური, ოჯახი გააქვს? უფრო საუბრის სასაწყობად გკითხე. ამჟამად უფრო კარგად ჩავათვალიერე. გოგო აშკარად ლამაზია, საკმაოდ მოკლე კაბიდან გრძელი, ლამაზი ფეხები უჩანს. ძალიან ლამაზი შავი თვალები აქვს, მაგრამ იმდენად არასასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს მისი გადამეტებული მაკიაჟი, რომ სილამაზეს აკარწყავს. შვილი მყავს 6 წლისა, რატომღაც მოეღულა სახე გოგოს. ქმარს დაუტოვე? ცა მყავს რო ქმარი. გოგოს კიდევ უფრო მეტად მოეღულა სახე. გაშორებულები ხართ? მე რა ვიცი, გაშორებულები ვართ? წავიდა და გადაიკარგა. გაღიზიანება შეეპარა ხმაში. სად წავიდა? რუსეთში წავიდა სამუშაო და აღარ გვეხმიანება. მონახალბათ ვინმე რუსის ხალი ჩვენ კი დაგვაგდო უსახკარო და ულუკმაპუროთ. ბრაზით აენთო ჩემ თანამასაუბრეს თვალები. სულ არ გირეკავთ? საუბარმა აშკარად ჩამithრია. გოგო მხოლოდ თავი გააქმნია უარის ნიშნად. იქნებ უჭირს რამე? საზოგადოებრივ შენც კი იცი არ არის ადვილი ცხოვრება. იქნებ რა შეემთხვა? ისეთი რა შეემთხვა, რომ ერთხელაც არ დაგვირეკა. აქედან მეუბნა შეკითხვა გოგო. მე გავჩუმდი. ბავშვი მშობლებს დაუტოვე? გავაგზავნე ისე მაკას დაკითხვა. აბა მშობლები? არა, მეზობელს. ჩემი გაოცავ თვალების დანახვაზე მაკა რაღაცნაირად გაკაპასდა და ისე შემომიტია თითქოს მე ვიყავი რამეში დამნაშავე. რამე ქნაბა, ჩემი მშობლები რაც გავთხოვდი არ დამლაპარაკებია. გაბრაზებულები არიან ჩემზე, სკოლიდან გავიპარე 15 წლისა. თან არ უნდოდა ჩემ ქმარს რომ გავყოლოდო, ოგოლი იყო, მამიდა ზრდი და უსახკაროს რატომ განევი. მე შევწფი, ვერ გავიგე რატო ბრაზობდა მაკა და ცოტა არ იყოს მეც გავბრაზდი. ეტყობა სახეზე შემეტყვა. რაკი გოგომ გამომეტყველება მოარბილა და დამნაშავის სახით ახსნა განმარტება შეუდგა. ჩვენ ბებიაჩემისთან ცხოვრობდით თბილისში. უშვილძირო იყო და იმას შეგვიფარა თავის 2 ოთახიან ბინაში. ბავშვი რომ შეგვეძინა ძალიან გამოჭირდა თავის გატანა. ბებიაჩემის და დავიყოლიეთ რომ ის სახლი გაეყიდა და იმ ფულით ჩემი ქმარი რუსეთში წავიდა. ვიმუშავე ფულს დავაგროვებ და 1 წელიწადში ახალს ვიყიდითო გვეუბნებოდა. ჩვენ გდანში გადავედით ქირით. წავიდა. თავიდან გვირეკავდა. მე ესეც შეწყვიტა. გოგომ თვალები რომლებშიც სიბრაძეც და სევდაც ედგა ფანჯარას მიაყო. ცოტა კი მიყურჩი, იქნებ მოყოლა გააგრძელოს მეთქი. გოგო თვალები გაშტერებული რაღაცაზე ფიქრობდა. დიდი ამოცნობა არ უნდოდა, აშკარად იმ საშინელ დღეებს იგონებდა. მერე ვეღარ მოვითმინე მე. გოგო მომხედა 2 წამით მიყურა. ისეთი შთაბეჭდილება დამჭა თითქოს ფიქრობდა ღირდა თუ არა ჩემთვის იმის თქმა, რასაც აპირებდა. ეთყობა უფრო გულახდილობის სინდრომა იმოქმედა, აქ რომ ემართება თხოვნე, რადგან მოყოლა განაგრძო. ჩემი ქმრის წავსვიდან 1 წლის თავზე ბებიაჩემის და მოკვდებოდა, აბა რა საერთოდ აღარ გვირეკავდა ჩემი ქმარი და სამაგეროდ ბინის ყიდვა ესე რა ლაპარაკი იყო. ცალკე ამოფხადა სული საკვეთურებით შენ მარ გეთხოვა. არ გავყიდიდიო ამ ბინას. ახლა რა ვქნა რითვი არსებო ჩემ პესით ხირავ ვიხადოთ თუ საჭმელი ჭამოთ. ხო და მოკვდა დადით საწყალი. ჩემი გოგო მხოლოდ 3 წლისა იყო მაშინ. დედა ჩემი მარტო ჩამოვიდა დედამისის დაკრძალვაზე. მამა ჩემი არც გამომყოლიო. ცალკე დედა ჩემა დამამიცა. შენს კი სერზია ამ ქალის სიკვდილიო. ის ბინა მარტო შენი ხომ არ იყო, ჩვენს გვეკუთვნოდა და შენს მიშურებს აქ უნდა ეცხოვრათ სწავლისთვის რომ ჩამოვიდოდნენ თბილისში. 2 ძმა და 5 ძმისშვილი მყავს. მოკლედ სიცოცხლე არ მინდოდა. ისეთი დღეში ჩავარდი. დავჭი სულ მარტო. დედაჩემმა ჩვენი იმედი არ გქონდეს. ჩვენ ძლივს გაგვაქვს თავი. არც ისე ეწუხებდა თავდა და ისედაც არ მქონდა მათი იმედი. მას შემდეგ არც კი შემომხმიანებია. დედაჩემმა პირველად დაკრძალვაზე ნახა ჩემი შვილი. არც კი იცოდა როგორი იყო. რომ ახსენდება რა დღეში ჩავარდი მარტო რომ დავჭი 3 წლის შვილით. არა და მე მხოლოდ 18 წლის სავიყავი. სიცოცხლე არ მინდოდა. გოგომ ისე თქვა სიტყვები გული მომეწურა. მან თვალები ისე ფანჯარას მიაშტერა. როცა მოიხედა, თვალები თითქოს უფრო ჩაშავებოდა. ვიფიქრე ტირილს აპირებს მეთქი, მაგრამ არ უკირია. მე ხმარა მომილია. არ ვიცოდი რა მეთქვა. ასეთ რო სიტყვები ზედმეტია და შეიძლება კიდევ უფრო მეტ დაუჩუქოს გული. ასეთ რო სანუგრეშოდ ნათქვამი სიტყვები ასე მგონია, პათეტიკურად შეეც. ამას კი ვერ ვიტან. მე რესტორანში მისჩვევა ჩემო მეზობელმა სამუშაო. გააგზავნა მოყოლა მაკა. დილიდან შუა ღამემდე იქ ვიყავი. ჯემ ჭურჭელს ვეცხავდი. მე მიმტანად გადამიყვანეს. ბავშვი ბაღში მივიყვანე. ბაღიდან ჩემ მეზობელს გამოყავდა. აი იმას მაგდას. მე ვიაზე რომ მაგდა ის მეზობელი იყო, ბავშვი რომ დაუტოვა. როცა 12 საათის სახლში ბრუნდებოდი, ბავშვი ეძინა და მძინარე მივყავდა მაგდა და ქირა ბავშვის მოვისთვის ფული გადასახადებით გზას მაჭამა არ ყოფილდა ამ ყველაფრისთვის. სულ თანამშრომლებიდან მიწევდა ფულის ესხება. ჩემი ქმრისგან ისევ ჩამიჩუმი არ იყო.
გოგომ პაუზა გააკეთა. მომეჩვენა, რომ ისეთი რამის თქმა საპირეოდა მეტი ძალისხმევას რომ ვითხოვდა მისგან. მერე ერთი თურქი გამოჩნდა. ქართული იცოდა. შემომიჩნდა საჩუქრებს ჩუქრიდა, სიყვარულს მეფიცებოდა. თურქეთში წამოდი, იქ დედოფალივით გაცხოვრე, ცოლად გამომყევია. მეც შევცდი, ერთი სხვით წამოვედი არა. ბოლო წინადებაზე მაკამ ხმას ჩაუწია, ძლივით გასაგონოდ ამოთქვა და გაჩუმდა. პაუზა რომ ძალიან გაიწელა, მე ვეღარ მოვითმილე. მერე ბავშვი ახლა სად არის? გოგომ რაღაც ხვანაერად შემომხედა. მის თვალებში რაღაც ისეთი გაკრთა, რომ ვერ ამოვიცანი. ტუჩის კუთხე მაღლა გაექცა, ღიმილის მაგვარი გამოუვიდა. ხომ გითხარი, მეზობელს დაუტოვე. ფულს უგზავნი და ისინა ხავს? არა, დაუტოვე. არინდობა თურქმა ბავშვი რომ თან წამომეყვანა. როგორ? ვერ მიუხვდით ისე თქმა უნდა. როგორ და სულ დაუტოვე. ის მაინც გაუთხევარი და უშვილო იყო და ის მიხედავს. სახეზე შემზარავი ღიმილი ჰქონდა და ისევ ის ამოუცნობი გამომეტყველება და მზელა. რა, დაგბერდა მოუვლიო? ეს კითხობ, რომ ჩემი დაბუნებულების, გაოცების, ზიზღის თუ კიდევ რის დასაფარავ, თქვენ მეც არ ვიცი და აშკარად არაშესაფერისი იყო. დაპირება რა თუნდოდა, ვიცი, ისედაც სანახევროდ მაგდაული და ბაღიდან იმას გამოყავდა და ჩემს დაბრუნებამდე ისულიდა. გოგომ ეს უკვე ღიმლის გარეშე სერიოზული სახით ვითხრა. ანუ შენ მივუხდი მე, ხო, წერილი დაუტოვე, შენ გიტოვე, მოსავლიერად მეთქი და წამოვედი. ესე იგი, აი ასე ადექი და წამოხვედი, არ მეჯერებოდა რაც გავიგონე. კი, ჩემზე კარგად მოუვლის, ვიცი, დარწმუნებული ვარ, მასთან უფრო ბედნიერი იქნება. გოგომ ამჯერად ჯიუტი მზერა მომაბჯინა. შინად მემართება, რომ საჭირო დროს საჭირო სიტყვას ვერ პოულობ, მაგრამ ახლა სიტყვები კი არა, აზრიც არ მიჭაჭანებს თავში და მით უმეტეს შესატყვისი არანაირი. ამ უთქმელებამ გამაღიზიანა და საკუთარ თავზე გამაბრაზა. მე ბედნიერი ხარ? სხვა არაფერი მომივიდა თავში და გოგო ცოტა იყო დამცინავად ავათვალის ჩავათვალიერე. ჩემი მზერა აშკარად ეუბნებოდა, პასუხი ვიცი, არ გეტყობა ბედნიერი რომ იყო თქო. ერთი თვე დედოფალივით მაცხლევი ჩემო თურქმა და მე სხვას გადაულოცა ჩემი თავი. უფრო სწორად სხვაზე გამყიდა. მაგრამ ეს საშინელი სიტყვები ძალიან უბრალოდ თქვა, ეტყობა, ამიტომაც ვერ მივუხდი. ეს როგორ ვერ გავიგე? მაგრამ ისეთი დამცინავი მზერა მესურა თითქოს მეუბნოდა თავზელად ისულელე თუ ასეთი მიამეტი ხარო. მის მამზერა მიმანიშნა მიხვედრა. დაიცა, მართლა გაკიდა? არ მინდოდა დაჯერება. ეტყობა, თავიდანვე ამ მიზნით წამომიყვანა. მომატყუა, მიყვარხარ და ცოლად შეგირთავო. ერთი თვე ერთობოდა ჩემი და მერე სხვას მიმყიდა. ის სხვა კიდევ სხვაზე მყიდის და ჩემით ფულშოურობს. მე უნდობლად შევხედე, თუმცა თვალებზე ეტყობოდა სიმართლეს ამბობდა. შემეშინდა და თან მაგას მიმართ სიზღი ვიგრძელი. მაშინ იმ ზიზღისა შემწყვა, გოგო აშკარად შესაძლებელი უფრო იყო. მე ასე ვშვილად ყვები ამას ავღელდი მე. მაკა დაცარიელებული ვადო თვალებით შემომხედა. პოლიცია ხო არსებობს, ამ იუნესთვის გეთხოვა შველა, ახლა შეგვიძლია ამის გაკეთება, ახლა ვინ გაკავებს, ატუღა ჩურჩულზე გადავედი. აბა პოლიცია შერაგონია ფულს საიდან შოურობს, ან სადერთობა, ისეთებისგან მე რომ მყიდი და ისეთებთან ერთობა მე რომ ვარ. ასე მარტივად რომ იყოს ყველაფერი, ან სად წავიდე, ვინ არის ჩემი პატრონი, უფრო უარესი შეიძლებოდა მომხდარიყო, აქ ისეთები ვნახე რომ შენ გონია იმ ყველაფერს უცხო კინოებში რო აჩვენებენ, იგონებენ? პასპორტ ჩამოგართმევენ, ჩაკეტავენ, რამდენიმე დღეს გაშიმშილებენ, დაგემუქრებიან, განახობენ, რა შეიძლება დაგმართონ, თუ ისე მოიქცევი, როგორც ის სხვა. მოკლედ, შენ ეგენი მხოლოდ უცხოელი სცენარისტების ფანტაზია გონია? ადვილია შორიდან ასე ლაპარაკი, არავის არ აქვს წარმოდგენა, რისი გადატანა მომიხდა, ჩათრევას ჩაყოლა ჯობიაო, არ გაგიგია? დაცინო მკითხა, მაკამ და წამოდგა. სხვები წამოიშანენ ადგილებიდან. ისე ირსულ ვართ ემინონუში არც შემიჩნევია, მაგ არც კი გამომიმშვიდობა, ისე გაიმართა გასასვლელისაკენ. მეც მიყევი, მაგრამ ხალხი ტალღაში დამეკარგა. სადგურიდან გამოსული შემდეგი და თვალებით მაგას დაუწყე ძებნა. მასეთები გვიტახავენ სახელს, დაბოზაობენ აქ, შვილი ვიღაცას მიუგდო და თვითონ მომესმა გვერდიდან ქართული ნათქვამი. მოვიხედე, გვერდით ასე 40 წლამდე გამხდარი ქალი მიდგას, მოუვლელი და საცოდავი შესახედობა აქვს. ასეთებს უამრავს ნახავს სტამბოლში. ზე თითქოს აწერიათ, საკუთარი თავისთვის ამცალია, ოჯახი მყავს არჩენიო. თქვენ რა იცნობთ? კითხე უცნობ ქალს. რატომ და მაგას ცნობა ზედარეტყობა რა საქმიანობს? მესმოდა რა საწყობოდა, თქვენს უკან ვიჯექი. დარწმუნებული ვარ, მორი კლიენტს ელოდება. ქალმა სკამისკენ მიმახედა, რომელიც ზღვის პირას იდგა. სკამზე ის უცნობი გოგო იჯდა. მაგეთების ბრალია ჩემი ქმარი ყოველ ჩასვლად ცემით რომ მკრავს. ეგოგო რა შუაშია, გავოცდი მე. მასეთების გამოა მე რომ ყველას გონია აქ ქალები საბოზაო ჩამოდიანენ. კლავ ჩემი ქმარი ცემი. იქ საყვარელი გეყოლებაო. შემომხედე ერთი, ვის რა წუდი ვარ ნეტა. ჩემი თავი მე მეზიზღება რომ უყურებ. ბავშვებს რა უყო თორემ არ გავჩერდები ერთი წუთით. მე ქმარი გიშვებს? თავის ფეხით კერ მომაცილებს ავტობუსამდე რო?
არ მუშაობ ჩემს კისერზე და სულ პირზე კოცით გამომაცილებს ხოლმე. შემდგომ ჩასვლა ისე მივეგავ საბრძოლოდ მიდიხარ იქო და ასე გრძელდება 3 წელია. ხომ გითხარი, მიმახედა ქალმა მაკასკენ. მაკა წამომდგარი ხო და შავი ჯიბისკენ მიდიოდა. უყურე ხელი წამოვიდა ქალმა და მაკას მიმართულებით გამახედა. მისი წაგრძება არ მჭირდებოდა. მეც მაკას არ ვაშორებდი თვალს. მაკა უციტყვო ჩაჯდა იმანქანაში და წავიდა. ხომ გითხარი. კაი, წავედი მე, კარგად იყარ, მითხრა ქალმა და წავიდა. ჯვარი სტამბოლში რიგში დგომისას ერთი თურქი მომიბრუნდა და მკითხა: ქრისტიანი ბრძანდებით? რო შენიშნა ჩემს გულზე ჯვარი. დიახ, ქრისტიანი ვარ. არაფერი მქონდა დასამალი. ქრისტიანად ყოფნა ძნელია? ისე ვიკითხა მან და მოლოდინით მომაყრო თვალი. არა, სულაც არა. მიიღო პასუხი მყისიერი. ირონიულად გაიღიმა რატომღაც. ის თავის სიგრძე წავიდა, მე ეჭვებთან დამტოვა. რა უნდა რისთვის მკითხა? რას ელოდა ნეტო? სული ამიფორიაქა ამახალმა ფიქრა. ჩემი პასუხი იყო გულწრფელი, მაგრამ იქნება რა სწორი. ყველა მიცის, მედალს აქვს მხარე 2. ქრისტიანად ყოფნა რატომ უნდა იყოს ძნელი? ისეც რაც გთხოვს უფალი ჩვენი. ნუ შესწოდავ, სიკეთე ყავ, ბოროტ აუქციე მხარი, გიყვარდისო მოყვასი შენი, მოიხადე ქრისტიანული ვალი, არი პარო, არი მორშო, რიჟრას ლოცვით შეხვდი, არა კაცკლა, სულიერზე არასწიო ხელი, ნათელს არამჯობინო ბნელი, რაცაც შენთვის არ ინდომებ, არ უსურო სხვას, მოყვაზე აუგიარ თქვა, არ განიკითხები, თუ შენც არ განიკითხავ სხვას, გაყავ ლუკმა შენი, თუნდაც ერთი, ამას ითხოვს ღმერთი. ამიტომ პასუხი იყო ერთადერთი. კარგ ადამიანად ყოფნა არ შეიძლება იყოს ძნელი, კი მაგრამ შემახსენებ თქვენ. მოწამეობრივად შეწირული 100,000 ქართველი, საუკუნეებით ნაწამები ქართველიერი, გაიხსენე თევდორე მღვდელი. რამ გახადა დიმიტრი თავდადებული? რატომ დაუშანთეს ქეთევან დედოფალს გული? შეხსენება იყო დროული, თვალწინ დამიტკა, დიდგორი, შამფური, ლაშქარს წამწვანებული ჯვარი, აღმაშენებლის, ერეკლემეოვის, ქარქას ჩაუგები ხმალი. ახლა შენ მეკითხები, ქრისტიანად ყოფნა არ არის ძნელი? ამ შეკითხვას მე დუმილით ხვდები, სათქმელი არ დამრჩა არაფერი. ქრისტიანად ყოფნა არის ადვილი, თან საოცრად ძნელი.